ერთად ყვირით რაც ქვია მამარდა მოგესალმებით ეს Friends! დღეს ზურაით ხელად გამიგეთ. დღეს მოკლედ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რადგან რამოდენიმე საათში არის საქართველოს ესპანეთის მატჩი და ქართულ ფეხბურთელებს არ აქვს ჩენთები, ანუ საგულშემატკივრო სიმღერები, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შევკრებილიყავით ეს ცუდი სამეგობრო და დავწეროთ ჩენთები ქართულ ფეხბურთელებზე, რომლებსაც დიდი იმედი მაქვს, რომ აიტაცებთ და შემდეგ თქვენ სიმღერებთ ხოლმე რა. ჩვენზე უკეთ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ნაკლებად გამოგდის სიმღერა. არა, მე ლასკალაში დამიძახეს. დაუძახეს უბრალოდ. რომ განვიჭეკიდა. 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 მოკლედ, ეს იდეა გვაქვს რა, ფეხბურთის მოყოლები მიხვდებით, აქ პატარა ინფილდი მოვაწყვეთ. მე ბოდიში. ბარსელონას პალი შემოპარული. ავარჩევთ ფეხბურთელს, შემდეგ რამოდენიმე წუთში ჩვენ დავწერთ ჩვენს, ეს აჩქარდება ნუ გეშენიათ. ამაში ვინ დაგვეხმარება ჩემო პატივცემულო? ამაში დაგვეხმარება ხვიჩა მაგალითად რომელიც არ მოვიდა და დაგვეხმარება ხვიჩა მაღლაკელიძეზე ჩემი აზრით უკეთესი მუსიკოსი და რაჯანდაბაქვია ამ ინსტრუმენტს გამახსენეთ გიტარისტი ბორტები გავშანა რომელიც დავიწყოთ მაგრამ ვიზე და ვიცით დავიწყოთ რა ვინც ორ ჩამოხაზო უცებ. არა მაინც არ ჩამოხალე მოდი მე ვინც ვიცი ის მიქაუტაძე. აი აძის რითმა გააქვთ რამე კი უნდა გითხრა არა ჩადო რენო როგორი წერება არ ვიცი, ტოიოტათი არა. ეს სავალდებულო ფურცელზე ვერ წერ ხატვას ვიწყებ და ტელეფონზე რო გადავიდე. მე ზედ მაინც გადააგებენ სავალდებულო რომ მიქაუტაძეზე იყოს მიქაუტაძეზე ჩემი შენ თქვი. არა მე გიქრი მაგრამ ხო შეიძლება გამეხსნა ეხა და დავწერე იმაზე აი აი ჩვენ არ ვართ ბანალური YouTube გადაცემა რომ ან ესე დავიწყოთ ან ასე ჭანკრო დაიწყებს ზურა გააგზელებს დონი და მე ჯავშან დამიკარი დესპასიტო. აი ეს რა ჩავშანი ეს რა ჯავშანი დავიდა ბომბარდირო შეუტიე გაიტანე ბომბარდირო დამწუხრე ყველა გუნდი ბომბარდირო ყველა სალიან ვიყვარხარ ბომბარდირო ბომბარდირო So bichama ჯიგრები ხარ თუ აგზელებ თორასო ჩემი ესე მოკლედ შემოიფარგლა. მე ვაგზელებ. ჩვენზე რა შენიშნებიც გვაქვს ჩავიწეროთ თუ რამე გვაქვს დოში ვიყავი ცუდი ალბათ ხო. არ ვიცი დო უნდა მეთქვა თუ მი თუ რაღაც მაგრამ კარგი იყო მოდი აში ჭანკროს პირველი იყო და ნამდვილად გავხსენ. ნამდვილად კარგია. დოდიშ ვიხდი ვინმე სისხლი თუ წამოვიდა ყურიდან მაგრამ ესე მღერით რა ვქნა. სისხლის წამოსვლა ახლა ნახებიო. მიდი ზურა. ჯავშანი ჩემი ხმა გადავადოთ მაინც. ჯავშანი დამიკარი Backstreet Boys. Backstreet Boys. მე დავიწყებ. ჩვენიერი. ჩვენიერია. მე არ ვარ თუ ზურა მიქაუტაძეს ბომბარდირად მოიხსენიო რა. ანუ სწორად რო ჩასვა კონტექსტში მე ჩემი გამარჯვება. მენდეთ ჩემი გამარჯვება. რითმები არ მიჭეს პროსტა ფეხბურთი არის ძალიან. შემდეგი არის დონი, გისმენთ დონ? მე ვიმღერებ სიმღერა პირამიდები. მიქაუტაძეზე. თუ შეგიძლია რომ აი აქედან რო ამყვე. კი, ჩემი. ჩამახედე. ესე რო აყვი ახლა ძალიან გამიხარდა. წავიდა. იქ სადაც იტანს ვამპამპეა მიქაუტაძე აია გოლის გატანის შემდეგ იგი ასე აკეთებს ო პერფორმანს კაია კაია და აი როგორ აკეთებ იმუშავე მე მინდა დაუგრათ სვეი
მიქაუტაძეს გაქვს ლიონში, გაქვს მადრიდში და გაქვს თბილისში. როდესაც ბურთს მიიღებს ვამბობთ ვაუ, საქართველოს ბომბახდირი ყავს. ნა 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 შვენიერია. დავით, უწუნო. სხვათა შორის ამისიც უწუნო იყო, უბრალოდ შესრულება იყო ცოტა ნაკლები. ჩვენში ვხედავდი ერთ პრობლემას, რომ არც ჟოღჟი, არც მიქაუტაძე და არც არ იყო ნახსენები და ჩვეულებრივად ეგ ბოდიში გუცაევზია. ის იყო რომ ბომბარდირი ვახსენე როგორც მაგისი საკვანძო სიტყვა, მაგრამ მე არ ვდავ. მე მგონია რომ მარადონას კარიერაშიც ბომბარდირი საკვანძო სიტყვა. მიყვარს ბომბარდირი. ვით ფაგურიანის რეკლამა არის. ზურასთან არგუმენტებს აზრი არ აქვს. მგონია რომ მიყვარს ბომბარდირიო რომ სამოს მიქაუტაძე მარადონაზე ლაპარაკობს. არა პრობლემა. ხო მაგრამ ძალიან ლოგიკური ხო კი ზურა. როგორც აღნიშნე ზურას სხვა ფეხბურთელიც ცოდნია. ვინ არის პერსონალად ზურათი ხორვატიის ნაკრების მეკარე რომელიც იდგა ბრაზილიასთან 2006 წელს კარში პლეტიკოში. მართალია. აი სხვათა შორის ამას რომ იბას პლეტიკოში უნდა ეთქო 4 წელი რეპეტიციობდი. ეგრე იყო? ხო. უკრავი რაღაცა რომელიც აუცილებლად იქნება ყველა გადაცემაში და რატო არის ამას გაიგებთ 10,000 გამომწერზე 8 ვალთ აუცილებლად. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკის გააქტიურება. აი, ახლა ზურას შევაფას. მუსიკა არ უხდება სტადიონს. ვიტო იმას ხო კარგი არგუმენტია ახლა დაგვიტანს ზურა იცოდე. მაგრამ მაგ შენ რა ქონდა? მოტრიალდეთ აქეთი. ტექსტი ზოისი მე მომეწონა მიგნება დონის. რომ ანუ ქართული სიმღერა იყო მიქაუტაძე ეგ მომეწონა. მე აღნიშნა მომეწონა ძალიან. აი ბოლოში რო ის დაამთავრა ძალიან კარგი იყო. ზურას შეგიძლიათ მიქაუტაძე როგორ აღნიშნავს გოლს. ჟორჟ გიხვეწები. აი ასე აღნიშნე. ერთი უნდა გამოვავლინოთ რა. მოდი ჩემი აზრით რევია დავაფიქსირებ ხო? ანუ ამყოლი მუსიკა იყო და ბოლოში ნანა უხდება ძალიან კარგად და კაია, კომენტარებში დაუწეროთ რომ კაი იყო და მოიგო. კარგი იყო ყველანაირად რა და საერთოდ ყველაფერს რო თავი დავანებოთ ტონალობაში მაინც იჯდა და ისე იმღერა. შენ რა შეიძლება რაში იჯდა? რატომ უნდა მოიგო იცი რევია? იმიტომ ორი სიმღერა იმღერა. ერთევა ისე გოფინსა. ამის სიმღერა მოიგებდა თუ რევიას იმაიც. მოიგო ჩემ. ესტური კი მიქაუტაძე ოფიციალურად ჩემი ეხლა დავიმღეროთ ეს სიმღერა ერთად. ავიმღეროთ. ეკრანზე რო გამოვიდეს იქ ჩვენი დიდი ეკრანი რო. გამოვა ამის ტექსტი შეიძლება. თუ აი ახლა შევხედავ მემონტაჟეს რა სახით გამომხედავს და დაეწერება თუ რა ტექსტი გეტყვით. დაეწერება, რომი ტექსტი დაეწერება და დავიწყეთ. 1 2 3 4 მიქაუტაძეს გაქვს ლიონში, გაქვს მადრიდში და გაქვს თბილისში. როდესაც ბურთს მიიღებს ვამბობთ ვაუ, საქართველოს ბომბახდირი ყავს. დავიდა! ნა 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 მოკლედ ბიჭებო, შემდეგი მოდი იყოს მიქაუტაძეს პასუხი უნდა მიცეს ვიღაცამ. დიდი ალბათობით კვარა იქნება. ორ კაც რო გაცდა. დიახ ეგ. არა ვიცი. ნაირადი ბიჭებო. კი ბატონო. კვარას მამა იცის. აზერბაიჯანში თამაშობს ის. აი, მოგეთ კვარა ბიჭებო და გვაქვს რაღაც ზღურული პერიოდი რა. ზღურულად თუ კვარა, ქმარა, ჩქარა, ბრალა. დავიცე. დავიდა. მოკლედ მოვჩით. ყველა მზად ვართ. მე კვარაცხელიაზე ავიღე ესეთ სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის სტადიონებზე და უფროსმა თაობამაც იცის რა, თუ ისე. რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ლივერპულის ფეხბურთელს შეესაბამება. ალექსანდერ ისაკს, რომელიც იმედება გაამართლებს. კაი. სიმღერა არის თვითონ გაიგო ეს ყველა.
მეც გავიგე, მაგრამ გაიგე თქვენ ბოროტე, შეხო ვერ გაიგე და. ბიჭო მე არც მომისმენი დავიწყე, ჩაწერა თქო, დავიწყე. დავიწყე. ემი ყვარა სიმღერა არის აბბას გიმი. შეიძლება 1 2 3 4 კვარა წინ კვარა ცხელია 4 კაც მოატყუებს და ისე იტანს გოლს კვარა წინ კვარა ცხელია საქართველოს ნაკრებისთვის გაიტანს გოლს მადლობთ შვენიალურ მადლობთ განაგზეთ ბატონო დონევან მე პესაჟში გადავიდა საქართველო გახარა ინტერიდან მილანამდე გოლი ყველას გაუტანა ჩავიწეროთ რა ეს შენი თუ იმას კრა დავყიდე თამაშებზე ვივლი აია დონა პასტა გამიფუჭა რო არ ჩავიწერო რა ჩემსაც მოგცემ მადლობ დონა პასტა დონევანი წავიდა უიმე კვარაცხელია გოლს გაიტანს კვარაცხელია გაგვახარებს თავის პინტებით გაბრუებთ ხვიჩა კვარაცხელია იმდენად ცუდი იყო რომ ისიც არ ამყვა რაშია საქმე ჯავშანაც ისე ცუდიაო არ მინდა თონ სტაბილური მესესია სურათი ერთი ნოტი გაარტყა ჩემზე არის ვაიმე დედა ვაიმე უი არა ბოდიში აი უკეთ აქვე დავწერე რომ აი ეს რომ მივაზო გიოზე დავწერე ხიშტი ჩემი ჯერია? კი, შეიძლება თორე ეს მეორე და აღარ იმდერება. ჩალენჯი ხარ დიდი ბოდიში თავიდან გეუბნებით. კვარაცხელია სალკე დიდი ბოდიში და ჯავშან შენ და მიკარი ადრიანო ჩელენტანოს სოლი. მისამღერიდან, რედან, არის მეუღლე. რედან. სოლია, მაგრამ იყოს რე. კი ბატონო, არ ვიცი რა არის. საქართველოს გული მაგიური თავდამსხმელი იტალიის საფრანგეთის ჩემპიონთა ჩემპიონი ბაფეს ატყუებს ილდის ატყუებს დარტყმა კარისკენ კვარასი ერთად გოლი შესანიშნავი გოლი კვარაცხელია გოლებს კიდევ გაიტანს კაი ხო ზურა მართლაც რომ კაი ხო ხალხო მოდი სწრაფად ვქნათ ხა ხალხი ემზადება ფეხბურთისთვის საქართველოს ესპანეთ ლუდია მოიტანეს სწრაფად მიდი ჩემი სიმღერა თქვით მოგეწონა კარგი იყო მაგრამ უკეთესიც მოვისმინეთ მეც ეგრე ვფიქრობ რა ვიდეო წინა ჯობდა და თამასოს მიწევ მეთქი პირველზე გითხარი მართალი ხარ და რა ვქნა კაი ხოდა შორის მე დონის სიმღერას იდეა ძალიან მომეწონა უბრალოდ ანუ მე ვერ წარმოვიდგინე ბორის პაიჭაძეზე ამას რო ყირის ბორის პაიჭაძე მაგით დაიწყება მე ხამა ერთ თამაშს არ გავუბანო დონ მაგას თუ დაიძახებენ საომავლოდ შენ მოიგე მაგრამ ამ ეტაპზე კარგი ხარ რო გადაასწრეს თუ შენ ვიცი თუ შეიძლება რა მე გიორგის ნამღერი მომეწონა გათრევ გიო მუსიკა არ ვარ დაიწყო ორივე ჩაგზირა ეს დო იგრა მარტო დავრჩები დებზე კაპიტანი ბოლოს გვიდის მოდი ჯერ შენ შეაფასე ზურა მე შენ და ბოლოს ვიტყვი მე ზურაზე იყო კარგი ჩემი შეფასება არის ესეთი რომ ვინც მე და ზურას გვისმოს ეს მარტო ზურას წარმატება არა ზურა რო იცის რომ კვარაცხელია გახდა რაღაცეების ჩემპიონი ზურა რო იცის რომ კვარაცხელია ბაპე მოატყუა ეს ყველა წარმატებაა ნამდვილად სტორიში მედო სტორიში ეს ყველა წარმატება ამიტომ შენ გაგიბარძოს გვერდში ერთი ცენტი მე არ მეკუთვნის ნამდვილად გეკეთე მოიცა დავიდა ეხა აი ბურთი რომ კონდეს გოლს გავიტანე
ბურთი სტუდიაში თუ შეიძლება. აი, ზურა, მოგებული ხარ, ამიტომ ჩენთი კიდევ ერთხელ. საქართველოს გული მაგიური თავდამსხმელი გამართი დაიმღერე. საქართველოს გული მაგიური თავდამსხმელი აი აბიჩებო. იტალიის საფრანგეთის ჩემპიონთა ჩემპიონი ბაპესა ტუებს დარტაკარისკენ ილგისა კვარასი გოლი შესანიშნავი გოლი კვარაცხელიას გოლი გაიტანს მადლობა ტესტა და შემეშალა მაგრამ მეორე აპლოდისმენტები. მადლობა გენაცვალე კაი გურამ კაშია მე რაბ კაშია არა აკეთეს და მიკონკრეტეთ. მოვალ ვაგის ფარს იქნება გურამ გაშია. გურამ კაშია გურამ კაშია. გურამ კაშია. გურამ კაშია. ის კინ კლას რითმას მეტყოდეს ახლა რა. რა ნომერია 4. ანუ ისე 4 ნომერო ბარონ გაშიაში. 4 ნომერო. ელგონი მოვიგე. ელგონი მოვიგე. არა ერთი ვარიანტი იცმა არ დაგაგებაა. შენი ერთი პლუსია ესე გადააგდე. ავდიქი და ტოპში ჩა რაგად კაში ჩავდე და გავისრო ახლა უნდა იქნება. ზურა, წინა შენ მოიგე დამსახურებულად და რაღაც და ერიქოდი გაფარია მგონი რომ მე ფესტა უნდა გაიქცე და გაარდო ახლა. ამიტომ აღარ იწვიმა მოდიოდა დაბადმა ვერ დამფარაო დამასვედა მან თავიდან ფეხებამდე მასხა დაო ასრულებს რაღაც ჩავალი სიმღერა გურამ გაშიაზე უკრავს ჯავშენ. აუ ჰაიდიკების რითმოსს. გაშია გაშია კარგია. რო არ აგერიოთ ხალხო არის რომ ეს შეიძლება გაშია მეტყვი ის სიმღერა რა ნა 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 გურამ კაშია დაცვის ბურჯი გურამ კაშია ჩვენი კაპიტანი ნაკრების დიდი ლეგენდა და სულით და გულით მუდამ ჟინიანი ნა 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 ანუ ორიგინალ კლიპში ეს ცეკვავე თვითონ ცეკვავდი მე უიმეზედა სხვათა შორის მე ძალიან მოვეწონა მეც აი ნახე გიო 4-დან 30 წელი. აი რა ცოტა დაბაგდა. შეიძლება შეიძლება მოიგე 4-დან 2 წავიღო. მე მაგალითად პასი მქონდა ნათქვამის მოდა ერთი შეპეტენა აი ეგ არის და ჯოკერში გაიხსნა. ანუ გადააგდე ტუსყვავი გადააგდე გიტარებს ვა ვიში ყვავი აი ის მიდი დონ ფეხი წამოკრა აი ეგ ასე დავეცი ავწავს არა თქვენ ვერ მიხვდებით და ზურა მიხვდებით აი ვაკა რო დაგვიკრა ჩამინა მინა ვაკა მას ქვია გურამ კაშია და დაგვიცავს ყველას რე მაჩვენე რამდენი ხისტი მომწერე. ორ ჯოკერში გაიქნიშნა. ეს არის ანომალია დონს კონდა პასი და რა ქნა ეს სიტყვა რა იყო
გოგო დიდი მადლობა. შეჩემი დანტილი მეგობარი. აი არ გასულხარ დებიდან. აი, ჩემი ჯერია. მიდი. მოკლედ მე მინდა ჯერ ბიჭებს ვეთქვი რომ აი ეს რითმა მინდა რა. კაშია. კაშია. კაშია, ჩვენი კაპიტანი. აკელ ბატონსავი. კაშია. კაშია. კაშია, ჩვენი კაპიტანი. ან კონდა მე მართლა სტადიონზე ვაკრო ზურას ჩემი იყო თეთრი იუმორიდან და არ მე ამგონია რომ ვაფასებ თეთრი იუმორს ზურა მაგრამ სტადიონისთვის შეუპირებელია მაგრამ ძალიან სასწლო იყო გამეცინა ნამდვილად კაი. ეგ სიმღერა როგორც ზურას უთხარი წეგა რომ Backstreet Boys-ი არ არისო შენი ნათქვამი იყო ზურას მიმართ ზუსტად ისე არაა საფეხბურთო შენაც იმდა ჩემთან ვამბობ რომ ზურასი უფრო გამოდგება ჩემთან ვამბობ ამ შემთხვევაში ჩემ არგუმენტსაც ვიტყვი მე რაც მაქრევინა ნახი რომ ერთი ადამიანია რომელიც ამ ხალხს აკონტროლებს ხოლმე იმას არის ძირითადად ტექსტებზე ნაწილი და თუ დანარჩენები მაგალითად მელოდიას გააკეთებენ ამან ჩვეულებრივად რუპორში შეიძლება დაიძახოს ტეკილა და ჩენთი გამოვა როგორც სიმღერა რა თქმა უნდა ზურასაც ჯობია შენ რა თქმა უნდა ჩემთან არანაირად არ გამოდგება ეგ ზურას სიმღერა რომლის უფრო მოგეწონა საბოლოოდ? თანაბრად ორივეს. შენი სიმღერა, აი მღერე. მე ვიმღერე ვაკა ვაკაზე. რომელიც არც სასიამოვნო იყო რაღა დაგიბალო. მარტო თქვენთვის არ ჩემთვისაც. ირასთვის და არც მისთვის, კაშიასთვის. ყოველ შეხვედრაში ვიცი რომ პიკი არ მომწერს დღეს. ზურას ნამღერი, აი მართლა ძალიან ფანი და გასართობია. მაგრამ ჩემთვის ჭანტურა და რევის ნამღერი არის ცოტა ერთმანეთის ტოლად რა. ტოლსწორი კარგი სიტყვა ნამდვილად. ტექსტი რომის გახსოვს? ტექსტი მახსოვს ჭანტურაში. დავა გისმენ? ხო, ბიჭო, თუ წაგვიმღერებთ. წაგიმღერებთ ხო რა ვიცი. ისა მომეწონა რა, ყველაფერი მოსაწონი უნდა ვაკეთო და ეგ არა. ორი სიტყვა მახსოვს, კაშია და ბურჯი და მე მეტი მეც არ მახსოვს. ყველას მოვიყურე. რევიას ტექსტიდან რა გახსოვს? რევიას ტექსტიდან როგორ გურამ კაშია მაგაზე ორი სიტყვა ჩისტა სტატისტიკურად ორი სიტყვა გახსოვს იქიდან ორი ჩემს ხო რა ეს რამდენი ქონდა რევი? სიტყვა? წაიკითხია ერთი კაშია 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 ჩვენი კაპიტანი გურამი გურამ კაშია ახსოვს ან ისე ბიჭო არა ხო კაშიას რო იძახი გურამის თავისთავად მოიგარებს მე რამს ვამბობ ხოლმე მაგალითად ხო აი ახლა აი ძალიან მეგობრულად რო თქვა ჩემი აზრი ჭანტურას მომეწონა მაგრამ როგორც სტადიონზე რო ვიყო უფრო რევის სიმღერა ამიყოლიებდა რა. ვინ მოიგო? მოიცა ეს ხო უნდა გადავწყვიტო. ბიჭო მე ამას ვაძლევ ხმას. მე რევის ვაძლევ ხმას. მოდი ჯავშანამ გადაწყვეტ. ჯავშანამ დახმა. ოპა, ჯავშანამ. დონი თქواس. მოდი პირდაპირ ვიტყვი მე რევის მეცემ. რასაგებია, მოიგო რევიო. ილოცა. მათა უმრავლესობით. რასაგებია, რასიზა. სადაც პირველი ხმარევი შენმა მეგობარმა მოგცა. 55,000-მა კაცმა რა ეს სიმღერა. მე ჩემთვის მაინც ვიღიღნებ გურამ კაშია და ცოტაზე. ან 50,000 სტადიონზე ვღერიეს რო ისე რა ქვია. კაშია. სადაც მოსკოვის პროსპექტზე ერთი მოსკოვის პროსპექტიდან არ უყურებ სტადიონზე უნდა ვიყო. არა არა მე გიგო ჩემთეორია. სადაც მოსკოვის პროსპექტზე მე-7 სართულიდან გამოდის. არ მასია. ამაღლა ჩვენ ვღერი ხარ. მოგლედ ბიჭო დაცვა იყო, ნახევარდაცვა იყო, თავდასხმა იყო, მეკარე. აუცილებელი. ზოიძეზე არ დაწერო ზურა ახაგებაზე. მამარდაშვილი არის. ყვასყვაძე. აი მამარდა რა შეუბეროთ. მამარდა ლივერპულელია. აი, დავიდა 20-20. ნუ მე ცოტა პასუხისგებლობას ვქნობ, რადგანაც ლივერპულის ფეხბურთელზე წერ. მიდი. და ასევე მეც. ბიჭო, არ მაქვს ერთი.
აჰა. მაქვს რამოდენიმე, ოღონდ საკონკურსოდ. მინდა რომ ეს ჩამითვალოთ პირველი. კი ბატონო. დავაი. ბოლოს ვიმღერებ ესეთებს. Just fun-ი, ხო? ხო, just fun. კი ბატონო. კაი. რადგან მამარდა ლივერპულში გადავიდა, ჩემო ჯავშან, მოდი ბიტლებს მივყვეთ და let it be. საქართველოს გარში იდგა ევროპაზეც გვიშველა გაგვაბედნიერა სულ ყველა ახლა ინგლისში წავიდა ლივერპულში დაფრინავს ყველა ერთად ყვირით რაც ქვია მამარდა 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 ჩვენი კარის ფსველი მამარდა ეს ხო ჩემი კარგია. აი. ნამდვილად. დონ დიგი დონ 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 დონ. არანაკლებ პოპულარულ სიმღერას მოიშველებ ბელა ჩაო თუ შეიძლება. ყვასყვაძისაო. ეგრევე ხო? ეს მამარდა და ის კარში დგას ბურთს ვერ გაუტან ვერ გაუტან ვერ გაუტან უტან მამარდა 50 ლარი მოიგე. ჩაშადასგან. ეს მამარდა და ის კარში დგას ბურთს ვერ გაუტან ვერ გაუტან ვერ გაუტან უტან უტან მამარდაშვილი ის ქართველია და ის ჩვენს კარს დაიცავს დავდა ნა 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 ის ანგელოზი ვიდგავს. ჩვენი ჯორჯო არის შემდეგი, მაგრამ სანამ ჯორჯო შეგესრულებთ თავის ჰანგებს, ხოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი მართლა. კარგი ადამიანები ვართ, წყალობ ჩრომობთ მართლა, რაღაცა გამოგვიწერეთ რა, მართლა. დაგვალაიქეთ და ზარის ღილაკის გაგვიაქტიურეთ. ღილაკი თუ ღილაკი? ღილაკი. აი ეს ღილაკი. მე მინდა ახლა life is life. ოღონდ დიდი სიმღერაა რა. ამიტომ არსად არ გვიჩვენე. თავიდანვე არ მექნება მოლოდინი, რომ ამით შეიძლება მოვიგო. Na 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 na. Na na na. Sopio pregutistvis umqaresi kedeli იმ ხელაზე გადახდება გეგონება ფრინველი ერთი წამით დარდუნდება არის მუდამ ხიზელი ქართველი ხალხისათვის უყოველთვის პირველი მამარდა ესეთი გზელი იყო რა იტას მე გზელს იტას რა მე სამი ქონდა და თქვენი 200 და იოგი თავისი 200 არიკა ვიდეო არიკა მაგრამ შენი 200 ნამდვილად არ ვიცი ვინ მღერის ამ სიმღერას, მაგრამ ამ სიმღერას ქვია თბილისური ამბავი. ნანანანანანანა. რა პატიმარო და ჩავსი უხდები როგორც არის. გოდიში რა მე წარმოვედინე რომ ხალხი 2 საათთან დრემიდის ბორის პაიკი მარჯანიშვილს გადიანა? სანაპიროზე ნაბოდის. ვარა! ორი ხდება ერთმანეთს. მამარდა ჰე გოლკიპერი აკარი. მაიგო. ნუ თუ გაგზავნე. ძელე ბაჩოში. ჩემი. ნუ თუ ერთი წამოვიდე, მოდიში ცოტა არ მოგეწონათ. 3-2-1. ყვასყვაძე. კარგი ხარ.
ძალიან არ მინდა ის ჩემი მამარდას. შეჯამებისთვის მამარდაში არ ვიცი რამდენად, მაგრამ როინ კვასხვაძეზე ჩენთებში ზურა პირველია. მოდი, როინ კვასხვაძის ჩენთი ზურამდაზე რა. რადგან პირველი ჩემი იყო, გისმენთ. მე იდეური იყო. იდეური იყო. ნამდვილად. ქართული ანალოგია მაქსიმ ღერის იმდენად არის ჩემ მეხსიერებაში გამჯდარი შენც წადი დარდუბალასი, რომ აი ვერ აღვიქვირე მელოდიურად ბელაჩაო ყველას ახსოვს და საკმაოდ ამყოლი შეიძლება დონმა ვერ შეასრულე ესე კარგად, მაგრამ ბევრ ხალხში ძალიან კარგი იქნება და ტექსტიც კარგი იყო, მუსიკაც კარგი იყო ნამდვილად. მე დაუწერდი დონს ამ შემთხვევაში ჩემს სიმპათიას და მეორე დღეს არ აქვს მნიშვნელობა, ხო? არა, ჩემს ლალაიანი მე მინდა რომ მე ხო მარადა სიმღერა მეც დონს გადაულოცოთ. კონკურს გარეშე მაგრამ რადგან ლივერპულის გოლს შემატკირო ორი მაქვს, ოღონდ ეწივდისავით. მიდიოდა შემოგთავაზე. ერთი არის აი უნდა წარმოიდგინოთ, ოღონდ ხალხო რა, წამოიგდე მანჩესტერი ლივერპულია, ღმერთმა არქნას, მაგრამ მანჩესტერი გვიტევს რაღაცა ერთი აიღო მამარდა, მეორე აიღო მამარდა, მესამე აიღო მამარდა, მთელი ემფირდი, ოპა, მამარდა. ოპა, მამარდა. ესეც წარმოსადგენი არის, ანუ პარიზში მინდის თამაში PSG ლივერპული არის რა. ან ყარა არ თამაშობს სამწუხაროდ ტრავმა აქვს და ანუ მამარდა დგას, ოღონდ უტევს ბარკოლა და დემბელი, ანუ ფრანგულ ენოვანი ხალხი უტევს რა. აჰა. ხო. ხოლოდ ფრანგულ ენოვანები უტყავენ რა, სხვა არავინ და ესა იწება რა. აბჯდება, მადლობ ჯოჟა გენაცვალე. სულ გაერთო. პირველი დარტყმა მამარდა მაიღო. მეორე დარტყმა მამარდა მაიღო. მესამე, მეოთხე, მეხუთე დარტყმები ნებდებით. აზრი არა აქვს ამას თქვენ ხვდებით და ბარკოლა და დემბელი ლაპარაკობენ. ქალბატონებო და ბატონებო, მოკლედ ვეცადეთ, რომ ქართველი ფეხბურთელებისთვის ჩენთები დაგვეწერა. გამოვიდა გამარჯვებულები, იყო ძალიან კარგი სიმღერები, ამ ყველაფერს ნახავთ ჩვენ TikTok არხზე, ჩვენ Facebook არხზე, რომელზეც ძალიან გთხოვთ რომ გამოგვიწეროთ. ასევე YouTube-ზეც რა თქმა უნდა. წარმატებებს უსურვებთ საქართველოს ნაკრებს, რომელსაც აი წუთი წუთზე თამაში დაეწყება. გჯერა ბიჭებო თქვენ და ვიცით რომ გაიმარჯვებთ და სოფლიოზეც გახვალთ. ამდენი მიმღერე და ეხლა სიმღერის გარეშე არ დავასრულოთ მარტო ეხლა რა. ნამდვილია. ჩემი აზრი არის რომ იმის აჰა სიმღერა რო არის ჩვენა კვარტ ჩვენო ძალა. დაუკრავ? აი, ლედზეპელინის ქაშმირი რო დაუკრათ, თან ენერგიულია რა, ძალიან კაია. რამშტაინის რამე? Daft Punk-ი. რა ვქნათ? Dai,